ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ჰუსიტების დაბომბვას იემენში, იემენელი ჰუსიტები კი რაკეტებს ისრაელის მიმართულებით უშვებენ. გუშინ მთელი დღის განმავლობაში 2 რაკეტა იქნა ისრაელისკენ გამოშვებული. ისრაელის შორი დისტანციის თავდაცვის სისტემა ხეცმა ორივე მათგანი საუდის არაბეთის ცაზე გაანადგურა. თუმცა პროტოკოლის მიხედვით ისრაელის ტერიტორიაზე განგაშის სირენები ჩაირთო, მათ შორის საღამოს მეორე რაკეტის გამოშვებისას სირენები გააქტიურდა იერუსალიმის მთელ ტერიტორიაზეც. ასეთ დროს მოქალაქეები თავშესაფრებში შედიან და იქ რჩებიან განგაშის დამთავრებამდე. სირენების გააქტიურებიდან თავშესაფარში შესვლამდე იერუსალიმში 1 წუთია დრო. ამ პერიოდში უნდა მოასწრონ და ბომბსაცავებში შევიდნენ და გუშინ საღამოს ჩვენც მოგვიწია თავშესაფარში თავის შეფარება ცოტა ხნით. როგორც უკვე ვთქვი, ეს პროტოკოლისა და შიდა ფრონტის სარდლობის რეკომენდაციაა, რომელიც სიცოცხლეს გადაარჩენს. აღსანიშნავია, რომ ჰუსიტების განცხადებით ისინი ისრაელის მიმართულებით რაკეტებს გამოუშვებენ მანამდე, სანამ ისრაელი არ შეაჩერებს შეტევებს ღაზის სექტორში. ჰუსიტები იმუქრებიან, რომ ამიერიდან სიონისტებს ყოველ ღამე გააღვიძებენ ცენტრისკენ რაკეტების გამოშვებით, სანამ ღაზაში აგრესია არ შეჩერდება. თუმცა ისრაელი ჰუსიტების ბრძანებებზე რომ არ დადის, ეს ნათელია. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში შეტაკებები და თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა უარი განაცხადა მძევლების გათავისუფლებაზე და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ნეცარიმის დერეფანზე ჯარმა კონტროლი ისევ აღადგინა, ამ დროისთვის ღაზაში ძლიერი შეტაკებები მიმდინარეობს, მათ შორის დაწყებულია სახმელეთო მანევრი, რომელსაც აძლიერებს ავიადარტყმები. ვითარება უფრო და უფრო მწვავდება, შტატები აგრძელებს ჰუსიტების დაბომბვას და ამასთან შტატების ტრამპის ადმინისტრაცია ირანს მწვავე მესიჯებს უბრძანის გაფრთხილების სახით. გუშინ გავიგეთ ისიც, რომ საფრანგეთმა თავის მოქალაქეებს ირანის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მალე ვნახავთ.